მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია დღეს ექიმს გიორგი ახობაძეს სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე დაემუქრა და უთხრა, რომ მას დარბაზიდან გააძევებდა. ეს გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გიორგი ახობაძემ საპროტესტო გზავნილების სხდომათა დარბაზში აჩვენა საზოგადოებას, დამსწრე მოქალაქეებს და ეს საპროტესტო გზავნილები ეხებოდა სწორედ ცრუ მოწმე პოლიციელებს. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, დღეს გამოიკითხა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ორი მოწმე. ერთ-ერთი იყო ოპერატიულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი პოლიციის მაღალჩინოსანი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ახობაძეს და მასთან ერთად მყოფ პირს ჰქონდათ ნარკოტიკული ნივთიერება თან ჯიბეში, ავტომობილში და საცხოვრებელ სახლში. დღეს ამ მოწმესთან ბევრი კითხვა ჰქონდა თავად გიორგი ახობაძეს, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოხდა ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მასთან ერთად მყოფი პირის სახლის ჩხრეკა, რაზეც მოწმე პოლიციელი დუმდა. ასევე დღეს დაცვის მხარეს ჰქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არსებობს საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება, რაზეც ოქროშიც მიუთითებს პოლიციელი, რომ არ იყო ელექტრონული მოწყობილობა ადგილზე, რომლითაც მოახერხებდნენ ამ პროცესის გადაღებას. ნერვიული ფონი იგრძნობოდა დღეს სხდომათა დარბაზში. მოწმეები დიდი პაუზის შემდეგ ცდილობდნენ, რომ დაცვის მხარის და ასევე გიორგი ახობაძის კითხვებისთვის თავი აერიდებინათ და უხერხულ დუმილს ირჩევდნენ. ტექნიკური სპეცსაშუალებების არარსებობის გამო და ფიზიკური რესურსის არარსებობის გამო. Ვისი გრაფა არის საგამოძიებო მოქმედებებისას გამოყენებული იქნა ტექნიკური საშუალება. წერია აქ, რომ არ გამოყენებულა ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო. და ამას დაეთანხმეთ თქვენ, ხო? არაფერი. როცა თქვენ გადმოგცეს ინფორმაცია ატაკის მიხედვით, რა გითხრეს? ნარკოტიკი გიორგი ახობაძესაც ექნება და თანხმლებ პირსაცო? თანხმლებ პირსაც, კი. ორივეს ექნება. ორივეს ექნება პირადათაც და სახლშიცო? ანუ გიორგი ახობაძეს პირადად მანქანაში და სახლში. და თანხმლებ პირსაც, ასე ვთქვათ. მანქანაში პირადათაც და სახლშიცო. და აი თანხმლები პირის სახლის ჩხრეკვა ჩაატარეთ? მოგახსენებთ, არ ჩამიტარებია. არ ჩაგიტარებია. ძლიერად მითხრათ მიზეზი, რატომ მოხდა ჩვენი ამ 7 თუ 10 მეტრით ერთმანეთისგან დაშორიშორება? მაგას ვერ მოგახსენებთ ახლა ალბათ. ისთავოთ ვერ მომახსენებთ ხო სიტუაციიდან გამომდინარე. რა ხდებოდა სიტუაცია, რამ გაიძულათ, რომ მე და ჩემი თანხლები პირი 10 მეტრიანი დაშორებით დაახლოებით 3 სართულიანი სიმაღლის სახლის დაშორებით ერთმანეთისგან გაგეცალკავებინეთ. რა ხდებოდა? მოგახსენებთ, მე კონკრეტულად მქონდა თქვენთან პირადი შემხებლობა, ის რატო გავიდა 7 მეტრში, რატო 6 მეტრში არ იდგა, მაგაზე ვერ მოგახსენებთ. აღწერთ, რომ 3 ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პოლიციელი და ხელბორკილებით ვერ ახერხებდით ფიზიკურად და ტექნიკური საშუალებების არ ქონის გამო, მათ შორის წერთ, რომ ტელეფონები სამივეს ჰქონდათ. მიხვდით ხო თავიდანვე, რომ გადაღებას ვერ მოახერხებდით. ისე მოგიწევდა ჩხრეკა. მიხვდით ამას თავიდანვე? განვახორციელეთ. პირველს გადაცილებული იყო რა, დაახლოებით პირველი 10 წუთი იყო, 20 წუთი იყო ეგრე. მეორე წუთში ამბობს, რომ ბორკილი არ არის შემაკავებელი. ადამიანი არ გაიქცესო და ცოტა კომიკური გასაგებია, კომიკურია უბრალოდ. გიორგი ახობაძის შემდეგი სასამართლო პროცესი 10 ივნისს არის ჩანიშნული. ამ დროს პროკურატურა კვლავ გააგრძელებს მოწმეების გამოკითხვას. გამოიკითხებიან მოწმე პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც თავად გიორგი ახობაძე და დაცვის მხარე განმარტავს, საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება და დაცვის მხარის პოზიცია არის ის, რომ გიორგი ახობაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.